საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის აქტივისტები კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობის გამო. საყდრისის კომიტეტმა კულტურული მემკვიდრეობისთვის დაასრულა აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევის მეორე ეტაპი. ჩვენმა აქტივისტებმა გალის და უჩამჩირის რაიონების შემდეგ შეძლეს დაიფიქსირებინათ და ფოტოფიქსაცია მოეხდინათ ამჟამად უკვე სოხუმში, გულრიფში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში მდებარე ძეგლების მდგომარეობისა. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში ადგილი აქვს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებულ პროცესს, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებასა და ისტორიული ფაქტების შეგნებულ დამახინჯებაში გამოიხატება. უნდა აღინიშნოს ხაზგასმით, რომ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები. მაგალითად, ბესლეთის იგივე ბაგრატის ციხე, ძალიან ცნობილი ძეგლი და იქვე მდინარე ბესლეთზე მდებარე ბაგრატის იგივე თამარის ხიდი. ეს უნიკალური ძეგლები იფარება ხემცენარეებით, ასევე ბუნებრივი პროცესების და კლიმატური პირობების გამო ხდება მათი ნგრევა და ისინი სასწრაფოდ საჭიროებს დაუყოვნებლივ კონსერვაციას და გამაგრებას. ასევე სამწუხაროდ ნგრევის პროცესში გახლავთ შარვაშიძეების ეს ცნობილი თავადები ადგილობრივი სასახლე სოფელ ლიხნში, ისტორიულ სოფელში, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში და მისი კედლები არის, რა თქმა უნდა, ნგრევის პროცესში და ქვებში ამოსული ხემცენარეები კიდევ უფრო მეტად აჩქარებს სამწუხაროდ ამ პროცესს. გარდა ამისა, მეც რომ მითხრათ, ზოგადად რასში არის პრობლემა, რა მდგომარეობა? დიახ, სულ ახალი დაწყებული მქონდა, სხვათა შორის კი ბატონო, თავიდან განვაგრძობ, ჩვენმა ორგანიზაციამ მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის დაასრულა აფხაზეთში მდებარე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევის მეორე ეტაპი. ჩვენ კვლევის პირველი ეტაპი ჩავატარეთ ზაფხულში, ახლა ეს გახდათ უკვე მეორე ნაწილი ამ კვლევის და ამჟამად ჩვენ გალის და უჩამჩირის რაიონების შემდეგ უკვე მოვახერხეთ სოხუმში, გულრიფში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში მდებარე უნიკალური ძეგლების მდგომარეობის დასურათება, მათი ფოტოფიქსაცია და შესწავლა. სამწუხაროდ ამ კვლევამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ადგილზე ხდება ისტორიული ფაქტების დამახინჯება და ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა, რაც გამოიხატება ამ ძეგლების საერთო იერსახის, ასე ვთქვათ, შეგნებულ დამახინჯებაში. განსაკუთრებით რთულ ვითარებაშია საერო, მათ შორის საინჟინრო და საფორტიფიკაციო ნაგებობები. მაგალითად, როგორც აღნიშნე, უნიკალური ძეგლები, როგორიც არის ბესლეთის, იგივე ბაგრატის ციხე და იქვე მდინარე ბესლეთზე მდებარე ეგრეთ წოდებული თამარის ხიდი, რომლებსაც ხემცენარეები ჭამს პირდაპირ მნიშვნელობით, ასე რომ ვთქვათ, და ისინი სასწრაფოდ საჭიროებს დაუყოვნებლივ გამაგრებას და კონსერვაციას. ასევე ნგრევის პროცესში გახლავთ შარვაშიძეების უნიკალური სასახლე, ადგილობრივი თავადების ისტორიულ სოფელ ლიხნში, რომლის კედლებიც ნგრევის პროცესშია ამჟამად და კლიმატურ პირობებთან და ბუნებრივ პროცესებთან ერთად ეს ყველაფერი კიდევ უფრო ჩქარდება. ეს სასახლეც დაუყოვნებლივ საჭიროებს სპეციალისტების მხრიდან ყურადღებას და გამაგრებას. გარდა ამისა, ეს უნიკალური ძეგლი დღეს აფხაზეთში უკვე ცნობილია ჩაჩბას რეზიდენციად, სამწუხაროდ, ჩაჩბები ეს ადგილობრივი თავადები და მისი ისტორიული სახელით შეცვლილია, რასაც მოწმობს მის კედელზე განთავსებული დაფაც. გარდა ამისა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მე-11 საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, სადაც გამოუგნებელ ფაქტს აქვს ადგილი, კერძოდ ტაძრის ინტერიერში დამონტაჟებულია ჩვეულებრივი საკონცერტო თეატრის სკამები, აი ასეთი პარტერში, როგორიც გინახავთ, და ტაძარში ნაცვლად ლოცვისა და გალობისა ისმის მუსიკა. ანუ ჩვეულებრივად გადაკეთებულია ის ერთგვარ საკონცერტო დარბაზად და რაღაც სამხიარულო დაწესებულებად, ასე ვთქვათ, გაურკვეველი სახის და ეს გერითი ვიბრაციები, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია ისტორიული ტაძრის კედლებისთვის, მისი უნიკალური ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობისთვის და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ საჭიროებს სათანადო რეაგირებას და ყურადღებას სპეციალისტების მხრიდან. გარდა ამისა, ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ეგრეთ წოდებულ ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები წარმოდგენილია ყოველგვარი შესაბამისი ინფორმაციის და განმარტების და აღწერილობის გარეშე და გარდა ამისა, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა, რომ მნახველებმა, ასე ვთქვათ, მოიპოვონ ინფორმაცია მათ შესახებ.
დიახ, მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის ჯერ კიდევ 3 მაისს მიმართა სათანადო წერილით საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეს გახლდათ ლურჯი ფარი და იკომოსი და მოუწოდა მათ ემოქმედათ ჰააგის 1954 წლის კონვენციის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის არეში, ასე ვთქვათ, ისტორიული და კულტურული ძეგლების დაცვას. აი ამ შემთხვევაში ჩვენ ერთადერთ გამოსავლად ისევ ალბათ ხედავთ სპეციალისტების მეტ მჭიდრო თანამშრომლობას და ისევ საერთაშორისო ორგანიზაციების მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით, რასაც ისინი ჩვენთან, ასე ვთქვათ, დიალოგში აცხადებენ კიდეც, რომ დაიწყებენ კიდევ უფრო აქტიურ ჩართულობას და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი, ასე ვთქვათ, დაიძვრება, გარდაიქმნება ერთგვარ ჰუმანიტარულ მისიად, რადგან ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა დაუყოვნებლივ სასწრაფოდ საჭიროებს შველა სპეციალისტების მხრიდან. ანა დუმბაძე, საკრიზისო კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის წევრი. კი ბატონო, ვისაუბროთ. დასურათება ეს კადრები ახლა კვლევის მეორე ეტაპი განხორციელდა სექტემბრის პერიოდში, სექტემბერში და რაც შეეხება კვლევის პირველ ეტაპს, რომელზეც მე უკვე გესაუბრეთ, ეს იყო ზაფხულის, უბრალოდ მაისის პერიოდში, მაისი-ივნისის დასაწყისი. ნახეთ როგორ არის ჩვენ დიახ ნახეთ რა ხდება ჩვენ გადავიღეთ სხვადასხვა რაიონებში მდებარე ძეგლები. ანუ ეს ერთი და იგივე კი არ მომხდარა, არამედ თავიდან ჩვენ გადავიღეთ გალის და უჩამჩირის რაიონებში მდებარე ძეგლები და ახლა უკვე გადავიღეთ სოხუმში, გულრიფში, გულდაუთესა და ბიჭვინთაში მდებარე ძეგლები და საერთო სურათი რაც არის საკმაოდ მძიმე და ამ ძეგლებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხდება ქართული კვალის მიზანმიმართული წაშლა, განადგურება, გადაფხეკილია გარკვეულ უნიკალურ ტაძრებზე ქართული წარწერები, ასევე შეცვლილია საერთო იერსახე, გადაღებილია ბევრი ტაძარი სამწუხაროდ რუსულ ყაიდაზე თეთრად, ეს ოკუპაციის შემდგომ მასობრივი ტრენდი გახდა. მე გესაუბრეთ ბიჭვინთის უნიკალურ ტაძარზე, რომელშიც საოცრება ხდება. ეს კადრები სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც ნახეთ, გავოდნდით. გვაქვს კიდეც, მოგაწვდით, რა პრობლემაა? ატვირთული ჩვენს Facebook გვერდზე მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის საზოგადოება გაეცნობა ამ კვლევის, ანუ ეტაპობრივად შედეგებს და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოც გვიდევს, კადრებიც გვაქვს, ფოტოებით. ჩვენს Facebook გვერდზე არის ყველა მასალა ხელმისაწვდომი და ის ეტაპობრივად გასაჯაროვდება მომდევნო დღეებშიც. ყველაფერს იქ იხილავთ. მე შემიძლია გაჩვენოთ ჩვენი Facebook გვერდი ამ წუთასვე და იქ ნახავთ თქვენ ყველაფერს. კიდეც გადავუგზავნე, კი, როგორ არა. ვიდეოსაც აი ეს დიახ ის არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა იგივე ლურჯი ფარის კომიტეტი იგივე იკომოსი თუნდაც ევროკავშირის გრანტებიც არსებობს ამ ხრივ ხომ რომლებიც ზრუნავენ ძეგლებზე ნუ ბერკეტი აქვს ისევ და ისევ დიპლომატია კი დნესრისპირეთში იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც მოლდოვაში კონფლიქტის ზონაში მდებარე ძეგლი ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი ძალისხმევით და ჩართულობით, ეს არის კოშკი ძალიან ცნობილი, ისტორიული მოხდა ამ კოშკის რეაბილიტაცია და გამაგრება, ისევ ევროკავშირის და გაეროს ჩართულობით და ასეთი პრეცედენტი რადგან არსებობს, ხომ შეიძლება რომ აფხაზეთსაც დაეთმოს მეტი ყურადღება და იქაც განმეორდეს ასეთი შემთხვევა. დიახ, ამიტომ ეს მაგალითები გვაძლევს საფუძველს, რომ ვიქონიოთ მათი იმედი ამ შემთხვევაში, დიახ. კი ბატონო, გმადლობთ თქვენ.